თბილისი 1500 წლის ჭარმაგი, მაგრამ მუდამ ჭაბუკი ქალაქი. თბილისის მშრომელებმა ახალ წელს ჩინებული საჩუქარი მიიღეს. მამადავითის მთიდან ქალაქს მოეფინა ტელევიზიის სხივები. სინათლის ლაში ჩაიძირა 1956 წლის უკანასკნელი ღამე. ტელეხედვის სტუდიამ თავისი პირველი საახალწლო გადაცემა ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილ ადამიანებს მიუძღვნა. თბილისელები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. აინთო ეკრანით და მასზე გამოჩნდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეფოვადე ამირან ფანცულაია. 1956 წლის საწარმოო გეგმა ჩემო ბრიგადამ 7 დეკემბრისათვის შეასრულა. ტელევიზორში გვაცნობენ ბოლნისის სტალინის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ანდრო ხიდაშოვს. ანაგო ანდრო, გთხოვთ რამოდენიმე სიტყვით მოგვითხროთ თქვენი კოლმეურნეობის მუშაობის შესახებ ახალ წელს. ხელმძღვანელობთ რა პარტიის მეოცეყლობის ისტორიული გადაწყვეტილებები ჩვენი კოლმეურნეობის აქტივმა გადაწყვიტა. 1947 წელს გავზადოთ კოლმეურნეობის შემოსავლიანობა და სახელმწიფოს მიცეთ მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ეკრანთანაა თბილისის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრე თევზაძე. ამხანაგო თევზაძე, თქვენ ჩვენს მაყურებლებს მოუთხრეთ, თუ რა ახალი ნაგებობანი შეემატება თბილისს 1957 წელს. ქალაქ თბილისის დაგეგმარების და რეკონსტრუქციის საქმეში დიდი მუშაობა არის ჩატარებული. ეს ეხება საქალაქო მეურნეობის ყველა დარგებს, ქუჩების და მოედნების კეთილმოწყობას, მიწისქვეშა ნაგებობებს, ქალაქის გამწვანებას და საცხოვრებელი სახლების აგებას. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის ბანკში გამალებული მუშაობაა გასული საფინანსო წლის უკანასკნელ დღეს. სწრაფად შეუფერხებლად აწარმოებენ საბიუჯეტო ოპერაციებს ბუღალტერი მერი მანეიშვილი, მოანგარიშე ჟუჟუნა ტიკლაური და სხვანი. სამუშაო შემდეგ მეგობრები თვითმოქმედ ანსამბლში მეწადინეობენ. ბანკის მუშაკთა ანსამბლი ახალგაზრდობის ფესტივალისათვის ამზადებს პროგრამას. ახალ წელს ჩვენ ვეწვიეთ თბილისის საელმალო დეპოს მოწინავე მუშის კარლო გენცადის ოჯახს. ვიღაც მეგობრებო, ნება მიგვეს ტელეხედვის სტუდიის ახალგაზრდა კოლექტივის სახელი მოგილოცოთ ახალი წელი. ბედნიერებითა და სიხარულით, ახალი გამარჯვებებით ახსავსე იყოს თქვენთვის ძვირფასო მეგობრებო 1957 წელი. 2 იანვარს საქართველოს მთავრობის სასახლეში გაიმართა თბილისის სტუდენტი ახალგაზრდობის საახალწლო საღამო. სტუმართმოყვარე მასპინძლებმა მოიწვიეს ჩეხოსლოვაკიის, კორეის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნების წარგზავნილები, რომლებიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ. ჟღერს საახალწლო ვაისი. ნაძვისის გარშემო გადაცებით ცეკვავენ წყვილები, ცეკვავენ ახალგაზრდები. ნათელი იმედები, ბედნიერი მომავლის რწმენით გამჭვალულნი შეხვდნენ ისინი 1957 წელს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-40 წელს.